მოკლედ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უცებ ერევანში წასვლა გადავწყვიტეთ. დავიქირავეთ კომფორტული მინივენი და გავუდექით გზას. სასტუმრო საკმაოდ კარგი დაგხვდა. აუზიც იდეალური ზომის იყო. და სად წავიდოდი მე პირველი თუ არა ზოოპარკში. ძალიან მომეწონა ერევნის ზოოპარკი, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, რომ შესასვლელშივე იყიდებოდა მათთვის განკუთვნილი საკვები. ძალიან მოწესრიგებული, სუფთა, დიდი ტერიტორია ჰქონდათ ცხოველებს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. და არა ბატი-ბუც და 1000 სისულელეს, რასაც ჩვენთან აჭმევენ ცხოველებს. სპეციალურ საჭმელებს უყრიდნენ ყველა: სტაფილო, ვაშლი, ხილი, ბოსტნეული. და მაინც ეგოისტურად კი მეხარია ცხოველების ნახვა, მაგრამ ყოველთვის ზოოპარკიდან მაინც დამწუხრებული მოვდივარ. ძალიან ცუდია ადამიანებმა გამოვუკეტეთ ჩვენთვის, რომ ჩვენ ვისი ამოვნოთ. შემდეგ წავედით ერთ-ერთ ძალიან საყვარელ კაფეში, დე ანჯელო. შევუკვეთეთ კარბონარა და ძალიან გემრიელი მოვიდა. ალბათ სახელზეც მეტყობა როგორი გემრიელია. ყოველ დილით სასტუმროს ბრექვესტი გქონდა. საკმაოდ გემრიელი იყო ყველაფერი. მეორე დღეს კასკადზე წავედით. ძალიან საყვარელი და სასაცილო ქანდაკებები იყო. მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ის კიბეები ბოლომდე ავიარეთ და ავედით. ძალიან დავიღალეთ, ამიტომ შუა გზიდან უკან მოვბრუნდით. აქ ცოტა მერლინ მონრო მგონია ჩემი თავი. შემდეგ ისევ წავედით საჭმელად. ამ რესტორანს ლავაშ ესე ეწოდებოდა. ხამეც ვისეირნეთ ერევანში. და შემდეგ სასტუმროში მივედით. რა თქმა უნდა, ჩემს საყვარელ შრეკს ვუყურეთ. ეს მომენტი განსაკუთრებულად მიყვარს. მესამე დღეს თანამედროვე ხატვრების მუზეუმში ვიყავით. უზომოდ მომეწონა ყველაფერი. ნუ რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან პოულობ ფისოებს. უსაყვარლესი იყო. მეოთხე დღეს სუპერმარკეტში გავიარეთ. ბევრი არაფერი გადამიღია, მაგრამ ძალიან მომეწონა. ასე იყიდებოდა დაჭრილი საზამთროები, კიდე ალოე. შემდეგ ეკლესიაში გავიარეთ. სუვენირების საყიდლადაც წავედით. ასევე ვიყიდეთ პატარა ვერცხლის ყელსაბამი, ბროწეულის. შემდეგ ხალიჩების მაღაზიაში გავიარეთ. თან აქვე ერთი ძალიან საყვარელი ქალი აქვე გზავდა. ძალიან ლამაზი ფერები იყო და რამხელა წვალებაა თვითოეულ ხალიჩაში.
საღამოს ერთ-ერთ რესტორანში გადავწყვიტეთ წასვლა, სადაც კონცერტიც იყო. სასტუმროდანვე შევიქმნით ცეკვის განწყობა. გარემო იდეალური იყო. Everybody's got the fever, that is something you should know. Fever is such a good thing, feels how long ago. გვიან წამოვედით სასტუმროში. მეორე დღეს უკვე მივდიოდით საქართველოში. წასვლის დღეს შევიარეთ მარკეტში, ვიყიდეთ საქართველოში წამოსაღები რაღაცაები. მოკლედ, რეები ვიყიდე საქართველოში წასაღებად. ესეთი ჩურჩხელას მაგვარი ატმის ბროწეული და თხილის. ესენი რამდენიმე ვიყიდე. კიდე ჩირი. ჩემი ძმისთვის, რა თქმა უნდა, თევზები და რაღაც ლუდზე მისაყოლებელი სნეკები, აქაური ჩიპსები, ყავა, შოკოლადის, ბებოსთვის ყვავილები. ჩემი ორი ცალი შვილისთვის ესეთი წრუწუნა, მოითამაშონ. აქ აქვს სასწაულოდგემრიელი ძეხვი და ამიტომ ბევრი ძეხვი. კბილეული. ესეც რაღაც სნეკები მარილიანი. და რამოდენიმე მაცივარზე მისაკრავი აქ წერია არმენია. ფანჯარა მაქვს ხია და ძალიან შემოდის მანქანების ხმა. შეიძლება ცუდად ისმოდეს ჩემი ხმა. კიდევ ვიყიდე ესეთი ბროწეულის ყელსაბამი. ეს კიდევ ვიყიდეთ ღვინოები, ოღონდ ბროწეულის ღვინო. 3 ბოთლი. კიდე შარფი ვიყიდე. ანუ ეს ბროწეულის ღვინო და შარფი უკვე ჩავდე ჩემოდანში და ამიტომ ეხლა ვერ განახებთ. კიდე რაღაც ჭულმანები ვიღაც რაც უკვე ჩავაბარგე და ვეღარ განახებთ. ვეღარ ამოვაბარგებ. სულ ეს არის. სიძვირე არ არის, რო ვთქვა რომ ანუ ყველაფერი ძალიან ძვირია, არა, მაგრამ არც იაფია. ანუ სტანდარტული საქართველოს ფასებია ძირითადად რა. სულ ეს იყო. ხო, ანუ კიდე სუდა მოვიწყდა თაფლი, სხვადასხვა არომატით, მანგო, ალუბალი და ფორთოხალი. და წავედით საქართველოსკენ.